უყურე ტარანტინოს ფილმს. უყურე, ხო? კი. უყურე ხო. მერე? და რავი ხალხო რაზე გიჟდა. არ მიყურებია, არა მაქვს მაგის დრო. არ უყურო ხორი არა. ისეთი მძიმე და რთული კვირა მაქვს, რომ ახლა მაგისთვის არ მაქვს დრო, რომ კვირაში უნდა უყურო რა, მოდუნდა. ვიწყებ ჩემი დანიკოს. ვინც ახლა ჩაგვერთეთ წინა კვირას გავარკვიეთ, რომ დათოს არ აქვს ნანაში. არა, წინა კვირას არა კომენტარებს შევხედე და როგორ არ გაქვს ანახი ბიჭო და დათო ხა აგიხსნი ამის თხრობა როგორ ხდება, რომ ჯერ წინა კვირას აქ გავარკვიეთ, რომ Pulp Fiction-ი არ ქონდა ნანახი, შემდეგ ჩვენს პატარა მივამუნათეთ, მაგრამ დათოს ვიცნობთ, ანუ ბევრი რამე არაც არ აქვს ნანახი, რაც უნდა წესით კონდეს ნანახი და კიდევ უფრო მეტი რამე არა წესით არ უნდა კონდეს ნანახი, მაგრამ აქვს ნანახი. ვერ გაიგებ ვერასდროს და კომენტარებში შემდეგ ხალხი წერდა, რომ დათო რანაირად და აი რანაირად დრო არ მაქვს. ამასობაში აქ YouTube-ის ალბათ 3 საათიანი ინტერვიუ სერგეი გრომლიოვთან, რომელიც ლაპარაკობს კავლოს ტექნიკაზე. არავინ რებს უყურებს, იცი რომ აი ვერ მიხვდები რა ის არის. როგორ ახლა? ძალიან კარგად, მადლობა. ერთხელ გვასწავლა ადრე ჯიპაში რომ მუშაობდი, ჯიპაში 20 წლის წინ და მუშაობდი თუ სწავლობდი? 20 წლის წინ. არ მისწავლე, თვითონ ვასწავლედი ყოველთვის ჯიპაში. და ჯიპას მეშვეობით სწავლობდი ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ გამიშეს. მოკლედ. ერთი კაცი იყო ჩამოსული და იმან გვასწავლა როგორ ახართო და პასუხი ამაზე არის მარტო კარგადო. ანუ how are you რო გეკითხებიან good thank you უბნები, იმიტომ რომ არავის არ ინტერესებს როგორ ახარო შეკითხვა არ არისო. how are you გამარჯობა. ფორმას არავინ გთხოვს. არა, გამარჯობას გეუბნებიან, გაგიმარჯოს პასუხობ და მე თუ რაც ესეში ხარ დათო ქორიძის სახით და მე ვიღაცა ჩაგეძიება რა გჭირს, მე პასუხობ, მაგრამ როგორ ახარ, კარგად შერობა. ხო არის ესეთი ხუმრობებიც არის, როგორ ახარო რომ ეკითხებიო, გინდა რომ გაგაჩერო და მოგიყვე როგორ ავარო. მე მინახავს აი თქვა ადამიანს რომ თქვი როგორ ახარ და ცუდად ესე რომ პასუხობს. მეორე ვინც გამარჯობა უთხრა ისე არის რომ ხარ აუყოს ამ ინფორმაციას. როგორ ახარო და ვერ მოესწრები რაღაც ეგ. მაგას მომუშავებდი, ცოტა ხანი ეგრე ვაკეთებდი ხოლმე. როგორ ახარ და ვერ მოესწრებით. რომ ცუდად ვიყო. მაგრამ ნუ მე მგონი არ ყველანი მოესწრებით ყველაფერს. რა როგორ ავართ და მე მგონი ახლა არა ვართ ცუდად, მაგრამ ამინდთან ამინდის ფონზე ნიკო ბევრად უკეთესად უნდა ვიყოთ. ამინდია გადასარევი. ერთი კვირა კიდე იქნებაო და მე რა იქნება. მაშინ ესე თქვა, 5 მიზეზი უნდა მეთქვა, მაგრამ 5 პერი. მაშინ 2 მიზეზი რატო ხარ კარგად? კარგად ვარ და რატო? იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ ვართ ეს უკვე არის მიზეზი, ისე турბულენტურ დროში ვცხოვრობთ, უბრალოდ რომ ვართ. ხო? ეს არ არის პარტა. და მეორე არის რომ გაცილებით ვართ, შეიძლებოდა იმ კუთხით რომ ვისაც ველაპარაკება, რომ აი ხო იცი ლენინგრადის ბლოკადა მახსენდება, სულ და ყველამ კი, ანუ მაგაზე ჩვენც ყოველდღე ვფიქრობთ, რომ ლენინგრადის ბლოკადაში ხალხი შიმშილით ყდებოდა და რაღაც ჯერ არა ვართ ეგრე და ასე შემდეგ. რა ხდებოდა ქვეყანაში ჩემ ცდილობ რომ იმას მოუბრუნდე. ახალ ამბებში რას უყურე? რა მიიქცია შენი, რა მიიპყრო შენი ყურადღება? დამთავრდა, არ ვიცი, ალბათ ეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, რეკორდულად ხანგრძლივი პროცესი დამთავრდა ნიკო. ისი სააკაშვილის მიუსაჯეს, მიხეილ სააკაშვილს ალბათ. მიხეილ სააკაშვილის მიუსაჯეს. აი პროცესი მიდიოდა რამდენი წელი, ნუ აი 10 წელზე მეტი, 11 წელზე მეტი. იცი რა არის, იმდენად ანუ ძალიან კარგია რომ მოხდა ის რაც მოხდა, იმიტომ რომ იმდენად ყელში ქონდა ყველას ამოსული ეს ტირანია პიჯაკების, რის გამოც სისხლიან 9 წელს ეძახიან, ეგ ხო არის პიჯაკების გამო რეალურად. ხო, სინამდვილე ანუ ირონია იკითხებოდა ხო ჩემი მაშინ და თუ ანუ აბსურდს ვამბობდი და იმიტომ არ მგონია რომ არ ვიცი იმის და მიუხედავად მიხეილ სააკაშვილზე ვინ რა აზრის არის ბომხრე მოწინააღმდეგე ასე შემდეგ არ მგონია რომ ვისაც მიშა ძულს იმიტომ ძულდეს რომ პიჯაკებში სინამდვილეში პიჯაკების საქმე ესე ქვია ხო ეს იმათ საქმის გამარტივების პიჯაკების ეპიზოდი არის ერთი ეპიზოდი იქ არის რაღაც არამიზნობრივ ხარჯვაზე პრეზიდენტის ფონდის და რაღაც ну ახლა ხო აქ მე მგონი უკვე ისეთ მდგომარეობაშია ქვეყანა რომ ყველა პროცესი რაც კი აი საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება და საჯარო საქმიანობას უკავშირდება ყველა პროცესი პოლიტიკური არის და გამონაკლისი არც ეს არ არის ხო აქ არამიზნობრივ ხარჯვაზე არის და უამრავი რაღაც ის არის თან როგორი ის არის რომ
ზოგადად ამ ტიპის ხარჯვები ხო არის საიდუმლო და ყველა ის არ არის განსაიდუმლოებული, ანუ მაგალითად როგორ ხარჯავდნენ შემდეგი პრეზიდენტები ან პრემიერ-მინისტრები, რომ შეადარო, ხო? და ნუ ახლა ერთი პრემიერ-მინისტრი მახსოვს, რომ შვილი ამერიკაში გაფრინდა ჩარტერული რეისით, რომელიც მერე ყველა გვეუბნებოდა, რომ თქვენ რატო ხართ შურიანებიო, აქვს ადამიანსო ბიზნეს შესაძლებლობაო და მამამო პენსიონერი ქეში ხო ნუ აი თეთრი ძაფიდან კერდა და როდესაც გვაქვს ესეთი ამბები ხო ნუ აჰა ვისჯერა ხო სასამართლოს პოლიტიზირების მასშტაბი ხო ყველა ვაკვირდებით როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და აი როგორ არის დაქოქილი ეს კონვეიერით ხო აქ თვითონ პროპაგანდას ქონდა გადაზიარებული ჩვენი იმიდან წაღებული რომ აი სიტყვაზე 2014 წელს, როდესაც იწყებოდა ეს პროცესი, რომ იქ წერია, რომ რაღაც ესეთი ისა რაღაც არამიზნობრივი ხარჯვების და რაღაც ეს თანამდებობის იმად გამოყენების საქმე და ახლა პიჯაკების საქმეთ როგორ გადაკვალიფიცირდაო და ნუ თვითონაც ბევრი გააკეთა იმან ხელისუფლებამ და მართლმსაჯულებამ, რომ საზოგადოების საქმეში ეს ყოფილიყო პიჯაკების საქმე. უბრალოდ ადვილი სათქმელია. რო თქვი სასამართლოს პოლიტიზირება, მე მგონი ზოგადად სამართლის პოლიტიზირებაზე ალაპარაკი, მოაქამომდე არ მოდი ასე ვთქვათ 2 წლით ადრე. სტერეოტიპი იყო ესეთი, არ ვიცი რამდენად სწორი იყო, არასწორი, მაგრამ საუბრისას უხსენებიათ და მაინც არ შევკამათები ვარ, რომ ვთქვათ სასამართლო სისტემა არის ესე, რომ თუ ვიღაცა ზემდგომს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, იმ საქმეს ალბათ ვერ მოიგებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში მუშაობს რა, რაღაცა ვთქვათ სამსახურიდან გათავისუფლების ამბები. სამსახურიდან გათავისუფლება, რაღაც ბიზნეს დავები, სისხლის სამართლის საქმე, თუ ვიღაცა ზევიდან ბიძინამ და ვიღაცამ არის საქმე, იმუშავებს ჩვეულებრივად. მაგრამ სისტემა მუშაობს ისე, რომ აღარ არის ეგრე, აი თქვათ ეხლა ლაპარაკი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე. რასაც არ უნდა ფიქრობდეს ბუბი, რომელსაც ესე მივართა ხოლმე ხანდახან ჩვენს მაყურებელს, რომ ეს უფრო მკაცრი უნდა იყოს, ნაკლებად მკაცრი უნდა იყოს, ასე შემდეგ, არ ამგონია რომ ვინმე იდაოს, რომ თქვათ ვიღაცას გავესწრებს, სიტყვაზე გოგა ხაინდრავა, არ ვიცი, მაგრამ რომ თუ მან ნარკოტიკი მოიხმარა, ის ოდესმე ციხეს ნახავს კი არა, ვინმე ხმას გასცემს მაგაზე. ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად დაკავშირებული ის. ეს ახალი გამოგონება. ვერასდროს რო უსმენდით სიტყვას. ეს ახალი გამოგონება არ არის. ეგ იყო, აი კიდევ ერთხელ მე დავებიან ხოლმე ხანდახან კომენტარებში ხოცი ხარო, მაგრამ წინა ხელისუფლების დროსაც იყო, რომ ტიპებს ვიცნობდი, ვინც პლანისთვის არ დაუჭერიათ, როცა ბევრი ქონდათ და მისი სხვა ადამიანი ჩაჯდებოდა, მოკლედ ვიღაცები 10 წელი ისხდნენ ციხეში და ადამიანი, რომელსაც მიესულებოდა ვიღაცასთან, ისე იყო. ეხლა საქართველოს ვიცით, რომ 100%-იანი სამართალი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ აი ეს რაც ხდება, არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ჯარში გაწვევა არის, ეხებათ ღარიბებს. ნარკოპოლიტიკა არის, ეხებათ ღარიბებს. ღარიბებს რა ლოიალურებს, ანუ არალოიალურებს პოლიტიკურად გააჩნია, ხო? გავლენიანებს, ნაკლებად გავლენიანებს, ხო? გავლენიანების ოპონენტებს, ან მეგობრებს და ასე შემდეგ. ხო, ეგრე არის, ახლა უყურე, ვინმე მე რო არ დამწამოს სიტყვაზე მიკერძოებაში, ხო? მე არც სიგარეტს ვეწევი, არც მოსაწევს ვეწევი, არც ვიკეთებ, არც ვსვამ სიტყვაზე, ხო? აი ძალიან იშვიათად წელიწადი შეიძლება გავიდეს 2-ჯერ 3-ჯერ. ხო? აი სულიად დაცლილი ვარ ამ ბნებებისაგან, მაგრამ მეც კი ხვდები. ახლა ხო შეიძლება რომ აბა რა, მინდა ჩემი შვილი ნარკომანი იყოს, ან ჩემი შვილის ახალი თაობა და ის, მაგრამ აქ ხედავ საფრთხეებს მაგაში. ჯერ ერთი არ არის დამაჯერებელი, აი რა კანონმდებლობაც მოქმედებდა, ეს ამუშავეს მთელი გულწრფელობით, თანაბარი მიდგომით, აი სტატისტიკა დაედოთ, ხო, ამდენი ისაქქენით, ამდენი დავიჭირეთ, ამდენი დავაჯარიმეთ, ამის გამო ამას ეს მიესაჯა, იმის გამო ეს მიესაჯა, მაგრამ მაინც გაიზარდა დონე არა. არ არის ესეთი არაფერი არ უჩვენებიათ. იქ დასაბუთებებში ესეთი რამე არ ყოფილა. ხო, ამიტომ არის ძალიან არამეცნიერული, რომ გავამკაცრებთ ყველაფერი პრობლემა გადაწყდება. ისა გადაიჭრება. სინამდვილეში ესე იქნება. ანუ უფრო ეფექტური იარაღი იქნება ოპონენტების საწვალებლად. ხო, ვინმე გამორიცხავს, ადრე ამაზე შეიძლებოდა გვედავა, მაგრამ ვინმე გამორიცხავს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რამე საჭიროება დაინახონ და ვინმეს არ ჩაუდონ ნივთიერება? ამას გამორიცხავ? გვაქვს ჩვენ ისეთი მართლმსაჯულება, ისეთი ექსპერტიზები, ისეთი სიტყვაზე მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ფილტრმა დაიჭიროს და ეს ხო აშკარათაა ჩადებულია და ადამიანის გაფუჭება გინდოდა და იმი. ხო, არ არის ეგ დამცავი მექანიზმები. ამიტომ ეს იქნება უფრო საშინელი, ახლა უფრო დააფიქრდები ბიჭო, რომ ახურებ, ხო, აი რომ ჩამიდონ, იარაღიც ეგრეა, ხო?
იარაღი საერთოდ თვითონ დამოკიდებულებაა საშინელი, ანუ ესე იგი იმ ადამიანებს, რომლებსაც ისეთი აუცილებელი საჭიროება ჰქონდა თავის დაცვის, ხო? ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაღაც დარღვევა ის და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს, შეუჩერეს. აი ზურა ჯაფარიძე და კიდევ ერთი-ორ ადამიანს, ხო? აქაც ეს არის. მთელი უბედურება ეს არის, ხო გეუბნები, გულწრფელად სპეციალისტებმა შეიძლება იდაონ, იკამათონ, აი ეს ლიბერალური მიდგომა-ჯობია თუ კონსერვატული ამ ბავში, ერის განსაღებისთვის, მომავალი თაობის გადარჩენისთვის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი ამბავი და ეს არის ოპონენტებზე ზეწოლისთვის დიდი ალბათი რაღაცა რაც ჩემი აზრით. თუ ვიღაცა შენთვის შენიანებს გინდა რომ გული მოუგო, ვინც კანონმდებლობის კი არა და უფრო ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, უფრო ადვილად ჩანს რომ ვითომ რაღაცა გააკეთე, იმიტომ რომ რეალურად ყველა მიცის რომ თავარი პრობლემა არის საზღვრის კონტროლი. საზღვარს როგორ აკონტროლებენ ჩანს ეგა, ხო? ანუ ერთ-ერთი ამერიკას რაც ჭირს, ამერიკაში არის ფენტანილის ეპიდემია, რომელსაც ძალიან ბევრი სხვა მიზეზი აქვს. ფენტანილი არის ოპიატი არის, რომელიც არის ჰეროინზე ბევრად უფრო ძლიერი, რომელიც ქმნის საშინელ პრობლემებს, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ფენტანილი ესე შემოსული. და ნებისმიერ სხვა ნარკოტიკი არის ხოლმე ვინ მაკმილერი მაგითი მოკვდა ბევრი მიჩვევადია და შეიძლება სხვა რაღაცა ჭალებში უფრო მსუბუქი რაღაცა გეგონოს რომ იყოს და სინამდვილეში ფენტანილია შეგნით, ანუ შეიძლება გეგონოს რომ არის კოკაინი, რომლის ზედოზირებაც რთულია, ანუ არის ძალიან ძიმე ნარკოტიკი, რომელიც მიჩვევას იწვევს რაღაცა, მაგრამ ერთი პატარა ფენტანილის მარცვალი თუ შევიდა შეგნით, მე მკვდები იქ. მოკლედ. ძალიან კაცია კანონმდებლობა მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვა ტრამპი რასაც ეუბნება კანადას, რომ რატომ უნდა დაუწესოს ტარიფები, არის რომ იქო შენგან შემოდის ჩემთან ფენტანილი. კანადა ამბობს რომ 1%-ზე ნაკლები შემოდის ჩემგანო, მაგრამ ეგეც ბევრიაო. და ამიტომ ეს რამდენიმე ჯერ კიდე ტრუდო რო იყო. ტრუდო ამბობდა რომ $1.5 მილიარდი დავხარჯეთო, რომ საზღვარი უკეთესად გავაკონტროლოთო, რომ აი ესეც აღარ შემოვიდესო და აღარ შემოდისო მას შემდეგ. ის თქმა მინდა რომ საზღვრის გაძლიერება, იქ ფულის დახარჯვა, დრონები, რაღაცა ჭკვიანი კამერები, რომელიც აუცილებელია, საჭიროა ხალხს აგერ ლომის ბოკურები შემოყავთ, რომელიც არ შეიძლება რომ შემოვიდეს, ექს-პრეზიდენტი შემოდის, რომელსაც აკრძალული ქონდა რომ შემოსულიყო, ბაჩიაშვილი გავიდა, რომელიც რა ვიცი, თვალთვალებინ არ უნდა წასულიყო და ამ საზღვარზე გადმოდის ნარკოტიკები და მინდის ნარკოტიკები. აი ნარკოტიკებთან ბრძოლა არის საზღვრის კონტროლი. დანარჩენი დაუწესებ რაღაცებს, იყო წინა ხელისუფლების დროს, რომ ბრძოლა გამოუცხადეს სუბუტექს, რომელიც საშინელი ის იყო, ეპიდემია იყო, მაგრამ სანაცვლოდ რა მივიღეთ კროკოდილის თუ კრაკადილის ეპიდემია, რომელიც კიდევ უარესი რაღაცა არის, იმიტომ რომ კრაკადილი ახალგაზრდებმა შეიძლება აღარ იცოდნენ, არის რუსული გამოგონილი ნარკოტიკია, რომელსაც ტუალეტის საწმენდებს და რაღაცეებს ერთმანეთში ურევ და მე ნიანგის ფორმულას კომენტარებში დატოვებ, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა და მოხმარებასთან ბრძოლა არასდროს არ არის მარტო მათი. აუ ხო თან რაღაც აი ესე რომ შეჭმოხნული შუბლით და გორი კაცია, გორებძის რაღაც. ვინ ჭამს მაგას და დავიწყეთ ისევ ამ იმით პიჯაკების საქმით და იმის მისჯით, ხო? ახლა წინახეთ საქართველოში, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ისეთი პოლიტიკური წყობა არის, რომ ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გაასამართლოს ნებისმიერი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი წინა მთავრობიდან. არა პრობლემაა. თუ ნარკოტიკებს ებრძვიან, ვინმე თავისენ დაიჭირა. არა ყავთ გარშემო, ანუ არავის არ ვამბობ, არავინ არ ვიცი, მე თვითონ ხო იციან. სუსი და ის ხო ყავთ? არავინ არ არის გარშემო მომხმარებელი. ამ სუბუქებენ თავიანთვის, რომ ნარკოტექსტი აღარ იყოს საჭირო, სადაც მანამდე იყო საჭირო და აქეთ ეგ ისე ვრჩება, ახლა ეგ დეტალებში არ წავსულარ, ხო, რაღაცებს კითხულობდი და დეპუტატებისთვის გაუქმებულა, დეპუტატებს აღარ აქვს თვალდებულება, არ ქონდათ ხო? არ ქონდა, ეხლა არ ვიცი როგორ იქნება. ხო, უნდა გქონდეთ. მე ვფიქრობ, რა ვიცი, ახლა მაგათმა ჩააბა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სხვას აქვს. ხო, ეს სიახლე არის, რომ შენი არჩევანი აღარ არის, ესე იგი, თუ არ აბარებ ამ იმას ტესტს, ხო, ითვლება, რომ ხარ მომხმარებელი და მთელი სანქციები და ყველაფერი მართვის მოწმობა 3 წლით და მთელი ამბები. ეს არ აბარებ, ეგეც ვერ გავიგებ. საჭესთან თუ გაგაჭერეს, მაშინ თუ ქუჩაში შეიძლება რომ წამიყვანონ და მითხრან რომ ახლა ხო, ახლა უყურე ჯერ ხო ეს არ დაწყებულა ამის ესე დეტალური განხილვა. ეგ ყველაფერი იქნება იმაში, ხო, აგონივრული ეჭვი ძალიან ჩვენაირი ტიპის სისტემები ძალიან დიდი მეტად არიან გონივრული ეჭვის იმედად.
ნიკო, გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვით იმართება ქვეყანა საერთოდ და მეორე არის ადრე რო იყო კამათი რო ცუდი რა არის, კარგი რა არის გამჭვირვალობაში რაღაცას რო ამბობდნენ რომ იქნება საჭირო არის და ეხლა თვითონ როცა კანონებს იღებენ, თქო მამუკამდინარეს და გამოდის რომ ამს რო ეხლა კატასტროფულად მძიმე კანონს რო ვიღებთო, მაგას რო რატო არა პროტესტებთო. ციტატა იყო არ ბჭყარი, მე კი არ თქვი რომ ჩემი აზრი კი არ არის. ის თვითონ ამბობს რომ რაღაცა რასაც იღებს არის კატასტროფულად მძიმე. ერთი, მეორე, მესამე, რატო ხო, არა, საერთოდ ტენდენცია აქეთ არის, რომ უყურე მოდი ასე ვთქვათ, ხო, აი მეცნიერებმა, სპეციალისტებმა შეიძლება უფრო კვალიფიციურად იდაონ, რა შედეგს მოიტანს და უარესი იქნება თუ უკეთესი იქნება. ტენდენცია საითქენ არის, რომ აი თავისუფლება, კარგი, ლაღი ცხოვრება, არა, უნდა იყოს ესეთი ისა, დიდი ჯარიმები, აი ჯარიმები იმხელა რომ წელში გაწყდე და 3 თვის ხელფასი და ვალები აიკიდო და რაღაც უბედურება დაგემართოს, ყველაფერზე სიმკაცრე, ყველგან კამერა, ყველგან რაღაცა, ყველგან ჩასაფრებული პოლიციელი, აიქის რაღაც დაილაპარაკე. ახლა უყურე ჩვენ ყველანი უყურებთ ამ სასამართლო პროცესებს, სადაც აი ამ ახალგაზრდებს ასამართლებენ და ხან მართლა გული აგიჩუყდება და ხან ცრემლი წამოგივა. რა ვიცი, აბა ესე გვინახავს ამ შემორაგულში, ამ იმის სასამართლო დარბაზში, რომ შედან კრიმინალები, საიდანაც მოდის აგრესია, უბედურება, სიბნელე, აქ პირიქით მოდის რაღაც სინათლე, განათლებულება, წიგნებიდან ციტატები, რაღაც ღირებულებები და ყველა ამას უყურებთ ეს 3 მილიონი ადამიანი, ხან გული აგვიჩუყდება, ხელით ხოვა შეყვარებულს რაღაცა და იქ მოსამართლეც ცდილობს ის რაღაც ადამიანური ისინი გამოავლინოს. ბიჭო, შენახარ ამ ჯოჯოხეთის მოწყობი, შენახარ ამ სისტემის ნაწილი, შეგიძლია 1 წუთში დაასრულო. შენმა ირმა ტიპებმა მანტია მოსხმულებმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ყველაფერი და იმას წიგნებში რო ვკითხულობდით, სიტყვაზე დეკაბრისტები მიყვებოდნენ იქ იმას ციმბირში და იმეებში და თავდადებად ითვლებოდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი დიდი სტროკები იყო და ეს ვისაც მიყვებოდა ეს ცოლი და რაღაცა, ხო? იქ უნახევრდებოდა თუ რაღაცა, ორად ეთვლებოდათ ეს ვადები და ის და აი ახლა რაღაც ესეთი წიგნებში წაკითხული ისინი გმირობების და რაღაც ადამიანობის მაგალითებს უყურებთ ჩვენ და რა უბედურება გჭირს, ხო ამას მართლა შეგვიძლია რომ ერთ იმით ძალისხმევით წერტილი დავუსვათ. აი თუ სიტყვაზე ეს მართლა რაღაც შერჩენილი აქვს, ან რაღაც ეთიკის, ან რაღაც მორალის ამბავი, ხო შეიძლება რაღაც აი ეს გამონაკლისები დაუშვას და 10 ის რო გაქვს დავალება მოსამართლეს, ხო? რაღაც 2-ში, 3-ში გაიღვიძოს რა. იცი რას ვამბობ, რომ არაერთი სასამართლო პროცესია, მათ შორის აღარ მინდა რომ ჩამოვთვალო ზოგი ჩვენ თანამშრომელია, ზოგი სხვის თანამშრომელია, ნაცემ ხალხს, რომელსაც აი მოსამართლე ზიხარ და შემოდი. კი. ეს ხელმოწეხილი და დაურჯებული გავაკეთე და ეუბნება რომ შენ ისაო პოლიციას შენ ხულიგანი ხარო, იმიტომ რომ რო გირტყამდნენო ეთყობა კარგად სახეზე ხელი. ეს დაზიანებები თან ეს არ არის აი როგორ იცი, შემთხვევით მოხვედრილი ხელი ან რაღაც სადღაც ჩამოვარდი ან მიარ. აი ემჩნევა რომ აი ხანგრძლივი ძალისხმევით მიყენებული ის არის დაზიანება არის, ხო? ეგეთი. ემჩნევა და ზოგი გადაღებულია, კაცო, ხო, ანუ ჩანს როგორც შემო. რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად და მე სარი ხოლმე. იცი რა არის იმას რომ მოუბრუნდე, რომ აი რა რჩება და რა არა, ეგ მარტო საქართველოს პრობლემა აღარ არის, ზოგადად არის თავდასხმა. ამერიკაში ხდება იგივე და ესეც დიდი ხანია მოხდა. აი ცი ვიზა მედია ჩვენზე ხო არის და არის მეცნიერებზე, პედაგოგებზე და ხელოვანებზე. ანუ თქვათ მეცნიერები და პედაგოგები როგორ ეგრე ხო გრანტებით ცხოვრობენ ხოლმე ამერიკაში ეს ეგრეა რა რომ ან სახელმწიფო უნდა დაგეხმაროს ან ჩვენ შემთხვევაში უცხო სახელმწიფო უნდა დაგეხმაროს რომ თქვათ კაი ფიზიკოსი რო იყო ან რა კარგი ისტორიკოსი რო ეგენი აღარავის აღარ უნდა ყველას უნდა თქვათ ფსევდომეცნიერები როგორც არის გიორგი კალანდია ხო რომელიც თავსდებს რომ რაღაცა ისტორიას იმას შვება მაგრამ არავინ ხო ყოველ დღე აქვს, ყოველ დილას აქვს სენსაცია, ტიპს ჯიბიდან გააძრობს. რომელსაც შეეხება თქვათ პირადად მას სახელით რატო ვახსენებ, ერთი იმიტომ რომ ჯიმი ზალაპარაკობდა ტელევიზორში და მას მე ხსნილი მათ რომ სახელით არასამართლიანი ხელი მოხდა ჯიმის მისგან. ჯიმის ლანძღავდნენ რომ ერეკლე პაპარატო შეგვილანძღევა, ერეკლე მეორეზე რო იყო ცოტა ხანი ამბავი, რომელიც ამას არ უკნია. და ტიპს რომ მეცნიერი ქვეთ სტატია უნდა წაეკითხა გვერდნახევარი შიგნით რა ეწერა, ვიდრე იმედზე დაждდებოდა და რაღაცებს იზამდა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. იგივე თქვათ ფიზიკაში და ქიმიაში ვერ დავდებ თავს რომ ვიცი რა ხდება, თუმცა ეს გადმოცემით რაღაცები მსმენია მანდ თქვა სახლობი, მაგრამ ისტორიაში რაც არის რომ თუ რამე გაქვს დასაწერი.
ისა სადოქტორო, სამაგისტრო უნდა მიხვიდე არქივში და არქივში სპეციალურად არის ხელშეში უძვირესი არის რომ არ შეიძლებაოდეს რომ ქსეროქსი უნდა გადაიღო იქ რომელიც უძვირესი ღირს მაგის გარდა ნიკო ის არის მთელი ის დაყრული არის ტექნიკური მიზეზების გამო რომ აი იქ ის რაღაცა ხდება ის არის და ზოგი დაკეტილია და ყველა სხვა ქვეყანაში ესაც ცოტა მაინც ფული აქვს ხო იმას შევია რომ დიგიტალიზაცია ხდება არქივის რომ შეხვიდე კომპიუტერში და ნახო არა იქ უნდა მიხვიდე გათბობა იქ არ არის მოკლედ რა სპეციალურად თუ არა მაგრამ არ შვებიან რომ რაღაცა უფრო ადვილი იყოს მაგ მხრივ და ეხა უფრო რთული ხდება იმიტომ რომ თუ აქამდე გერმანიაში წახვიდოდიან ამერიკანაც ეგეც უფრო ხელმიუწვდომელი ხდება ხელოვნებას რაც შეეხება ასევე ან ყოფილი ხელოვანები რომელსაც თავის დროზე ძალიანაც დიდი დამსახურება აქვთ მაგრამ შეიძლება 20-30 წელია სპექტაკლი არ დაუდგამთ ან რაღაცა დაუდგამთ მაგრამ არ იყო ის რა ქვია კავკასიური ცარცის წრე ან რაღაცა ეგეთი აღარ არის ან პოეტები რომელსაც შეიძლება თავის დროზე რაღაცა დაუწერიათ კონფორმიზმი კლავს სულს ხელოვნებას კლავს ანუ შანსი არ არის რა თუ არ გამოხვედი და რაღაცა მონაწილეობა არ მიიღიან თუ ესე ზიხარ და ეხლა გამიშვებენ ლონდონში წავედი დიდი მადლობა მინისტრს და ჩამოვედი აი ჩემი წიგნი დავწერე გაიკეთა უკანა წიგნი არავის აღარ უნდა იმიტომ რომ არ არის რა არა აქვს მნიშვნელობა რომ პოლიტიკურ გემოვნებას და აქეთ და იქით და კიდევ აი მაგასთან დაკავშირებით როგორ სვრის სისტემას უყოლაფერს რასაც ეხება თეატრალურში რაც მოხდა. და ვინც არის თეატრალური სტუდენტები რამდენიმე თვეა პროტესტში არიან სარმავთ რომ ზარავს მაგ სიტყვას, მაგრამ აპროტესტებენ და აქცია ფოიეში, რომლის შემდეგაც თეატრალური ხელმძღვანელობამ უთხრა რომ აქაურობა მოკლედ სხვაგან გადადითო, გასაწმენდიაო, ისინი არ წავიდნენ და პოლიცია შეუშვა შიგნით, რომლებმაც დააჯარიმნენ სტუდენტები არასანქცირებული მიტინგისთვის დახურულ სივრცეში. ანუ მე ამ სტუდენტებს შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი, რომელზეც რექტორს უყურებდი იმ დღეს და ამიტომ ესე დროებითი უფრო გაფრთხილება არის, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ უშვებს თავის უნივერსიტეტში პოლიციას თავის სტუდენტებთან სალაპარაკოდ რა გაგებაში ჯდება ეგ რომელი გინდა ქართული ოცნება მოგწონდეს გინდა ალტინფო და გინდა კომუნისტები და გინდა ნაცისტები ანუ რა მაგას ვინ აკეთებს როგორ შეიძლება მაგის გაკეთება და იგივე ეთიკის კომისიაზეც იმას ვამბობ რომ არის ორმა ადამიანმა ხელი არ მოეწონა ერთი სტუდენტი არის წარმომადგენელი მეორე ბატონი გოგი მარგოლაშვილი რომელიც ამბობს რომ კაია რო არ მოეწონა არ არის ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი განსაკითხველი მიუხედავად რომ განკითხვის დღე ქვია ვის რა როგორ ისა აქ თავის ამბავში მაგრამ ხო შეიძლება რომ მეც ველოდე ადამიანისგან რომ არ არის საკმარისი ჩემი აზრით თქვათ ბატონი გოგის გარო ხელი არ მოაწერა რაღაცას და შენ უნივერსიტეტში პოლიციელები რომ მოდიან შენი სტუდენტების დასაჯარიმებლად ანუ არ ვიცი მე როგორ ვიზამდი სხვა როგორ მე მგონია რომ როცა ეს არის უნივერსიტეტია შიო ჩიტაძე როგორ მოკლეს აბა შეუვარდნენ ისინი ხო რატო შეუვარდნენ ვინც არის ის ჩიტაძის ქუჩა მოგეხსენებათ სადაც არის პარლამენტის უკან სადაც არის სახლი სადაც ცოტა ხანი ნაკერავში ცხოვრობდი და ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგოლაშვილიც ცხოვრობდა იქვე და მოკლედ იქ იყო გიმნაზია სასწავლებელი საიდანაც ისროლის ბომბი რომელმაც მოკლა ერთ-ერთი შავრაზმელი თუ ვიღაცა მაშინდელი ჩინოვნიკი ანუ არის 1905 წლის მიდამოებია რაღაცა ეგ არის რომლის შემდეგაც შავრაზმელები შეიკრიბნენ და შევიდნენ და შიოჩიტაძეს ეუბნებოდნენ რომელიც იმის დირექტორი იყო რომ შეგვიშვიო ესაუქნოდა და იმან აღარ მახსოვს მარინას ჰქონდა ჩვენსაც ვაშაყმაძის ადრეს კარგი ის იყო სიუჟეტი მაგაზე რადიო მაგრამ მოკლედ არ შეუშვა შიგნით და იქვე აკუწეს ისე რომ სისხლი იყო ყველგან ასე შემდეგ იმიტომ რომ არ უშვებ რა სკოლის დირექტორი რო ვარ ჩემთან არ უშვებ ვიღაცებს ჩემი სტუდენტების დასაჭერად და ჩემი რამის იმას ვამბობ ანუ რაღაცა საკამათოა რამე გუშინ უსმენდი მაგრამ თქოს მე პირველ რიგში იყო საზოგადოებრივი და სადაც ამბობდა რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პირველ რიგში იმიტომ რომ სტუდენტების ჯანმრთელობას ეხებოდა საფრთხე და ამიტომ დააჯარიმებინა 5000 ლარი და გაფრთხილება იყო პირველი ის რომ მოვიდნენ და მე საათნახევრის მერე ხელმეორედ უკვე თავისინებით მოვიდაო პატრულიო ჩვენ არ გამოგვიწეხებიაო და მაგიტო დააჯარიმეს რომელიც პატრული გვერ შევიდოდა ეს რომ არ იყოს არასანქცირებული ანუ თავიდან ხო იჩივლის მაგასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება მაგის თავი? აი რაში ჯდება ეს? სხვებიც არიან რექტორები და სხვა უნივერსიტეტიც არის, სადაც ისინი იყვნენ, სტუდენტები აპროტესტებდნენ და არც ისინი არიან, ისინი ნაციონალური მოძრაობის დანიშნული, ზოგი თეატრალურკიანის არის და ზოგი მერე კიდე ან მანამდე. არ შვებიან მაგას არ მოსულა ეს არ არის სახელმწიფო სფერო რო არის და ეს ესთეტიკა რო არის შენი ასე ვთქვათ მთავარი ასპარეზი აი როგორ უნდა გიღალატოს ეს გემოვნებამ რომ აი შემოუშვა და აი სანიტარიის მიზნით აი ესე იგი აი
რა არის ესა? აი სიმბოლოების დონეზეც რა მესიჯი არის, რომ ვიღაცეები ისა განა სტუდენტების გაფიცვას ვემხრობი ზოგადად. მე ხო გაფიცვაზე ცოტა ისა მაგ გაჭირდა რაღაცები წავიკითხე და მგონია რომ გაფიცვის არსი არის რომ ვიღაცა სხვასაც ატკივ. ანუ თქვათ მეტრო რო გაიფიცება არის რომ მე რომ მეტროში ვმუშაობ, მე დისკომფორტი შემექონე, ხელფასს არ ვიღებ, ანუ შეიძლება მაგრა გამიჭირდეს, მაგრამ აი შენც რაღაცა იმას შვები. ხა მე რომ სტუდენტი ვარ და არ ვსწავლობ, ჩემს გარდა არავის არ ტკივა, ეგა და არავის სხვას იმას არ ვშვები. ამიტომ მე სტუდენტების გაფიცვას ძალიან სკეპტიკურად უყურებ, ასევე დიასახლისების გაფიცვას, ასევე თეატრმა რაქნას, იმიტომ რომ მაგათიანი დაჭერილია და სცენაზე ვერ გამოვლენ და ვერ იცეკვებენ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ ვნებთ და სხვას მაინდა-მაინც დისკომფორტს არ უქმნის გარდა თავისიანებისა. მაგრამ, ჩემი საქმე არ არის ეგა, whatever. და ძალიან მაზალუ არის რომ თვითონ ეს სასწავლებლის ხელმძღვანელობა ცდილობს რომ ამ იმას სტუდენტების ხმა ასე ვთქვათ დაკარგოს, გააქროს, ხო, იმიტომ რომ შედის სრულფასოვან დიალოგში, ხო? საერთოდ რატო უნდა იყოს ამოქოლილი და რატო უნდა უწევდეთ რაღაც ეს პარტიზანულად ის შესვლა-გამოსვლის ამბავი და მეორე კიდე ახლა რატო უნდა ლაპარაკობდეს სხვა სტუდენტის მაგივრად, ხო? სტუდენტის დასრული ადამიანი არის და მოტივირებული არის და ზუსტად იცის რა უნდა და კარგათაც ჩამოგიყალიბებს. იმ ეთერშიც, ხო, სადაც ეს ბატონი რექტორი იჯდა, ხო? იქ რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი იყო, უნდა ყოფილიყო იქაც სტუდენტები, ხო? ვიზეც ლაპარაკობდნენ, ვის ბედსაც წყვეტდნენ, ხო? ვისა, ცოტა ვისეთი. ხო, არა, მაგრამ რატო არ უნდა იყოფილიყო იმ დღეს სიტყვა? ხო, და ამ რექტორს ყველაფერზე პასუხი აქვს, მასე არ არის რომ რაღაცა დაიგდა რაღაცა რა. მაგალითად თქვა რომ ეს სანიტარიული ნორმები და წესებიც იმიტომ დაინიშნა, იმიტომ რომ სტუდენტები დააკბინეს პარაზიტებმა და მაგრამ კარგი რა, აი ძალიან ეგ უხერხულია. და პარაზიტები დააკბინელი სტუდენტები ესე იყვნენ და არ გამოდიოდნენ რაღაცა ის. უხერხულია მაგაზე საუბარი, ახლა ვინმე რომ მეცეს ახლა გადამიგრიხოს ხელები და წამიყვანოს და დასაცმელი გამხარდოს, ის დეზინფექცია ჩაუტაროს, დამბანოს, მე ისაქნას, თავი გადამპარსოს ის და აღრიცხვაზე ამიყვანოს კიდე და მე მითხრას რომ იცი რა არის? შენს ჯანმრთელობაზე უზრუნავთ. და ასე გამიკეთოს ყოველ კვირა მე კიდე. სხვა კი არაფერი იყო ის დრო, რომელსაც ბევრი მისტერის თურმე რა. მე ახლა თუ ამოვიღე ტელეფონი, მე კიდე ერთი სამი ხომ რაღაცები რაც არ მიყვარს, ერთ-ერთი პროტესტში მყოფები რო არიან ვიღაცები, მოაბილიზა რო წერია ხოლმე, მაშინვე სიცოცხლის ერთი კვირა მაკლდება, იმიტომ რომ ხო იცი, არა ვარ ქართული ენის დამცველი და რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი კაი ქართული არ არის, მაგრამ მოაბილიზა არ ჯდება არაფერში, არ არის. ნიკო, მოაბილიზა არის, ესე გრიგში დგას, აი მოიაზრების ის მოიაზრებას უკან ზურგში უკაკუნებს. კიდე ერთი რაც არ მიყვარს, არის ხოლმე თოქ-შოუებში იყო ხოლმე, რომ რაღაც ლაპარაკობს და გვერდზე ტიპი ზის, პირდაპირ ეთერში და ესე რომ სკროლობს. ჩვეულებრივი მოსულია. აი ეს მეც დაკვირვები ვარ, აი რამოდენიმე ადამიანი როცა არის ეთერში მიწვეული, ერთი ლაპარაკობს, სხვები ხო ეროდებიან თავის რიგს, ხო? დროს არ კარგავენ და სკროლავენ და ცოტა გამხელიჯობს და ზოგიერთი ნაცნობისთვის რაღაცა მიმიწერია და მოუწერია ხოლმე მაგ დროს. ხოდა ეხლა რატო ამოვიღე რომ უცებ ელია კაზანის სახელი და ამავიწყდა და მე მოძებნე რომ რაში გაგახსენდა? რაში გამახსენდა და იმაში რომ აი ეს კონფორმიზმზე და სისტემის კაცობაზე და რაღაცაზე რომ ეგ რა ჩვენ კი ვივიწყებთ ხოლმე აგლოთ ვირას შვებოდა 80-იან წლებში და ისა მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მოყვება რა სუ ელია კაზანი იყო ამერიკის ალბათ ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი რაც ოდესმე ყოლიათ ტრაუმა Streetcar Named Desire დრამატიკა ჩაინიშნე შემდეგი დავალება არის ტარანტინოს ნახე მაგრამ მარლონ ბრანდო სადაც თამაშობს ფილმში ტრამვაის სახელად სურვილი ითვლება სალომე სტენის პოდკასტიდან მაგ კარგი სალომე სტენის პოდკასტიდან ვიცი რომ ეგ იყო ეს სრულიად მაგის მერე შეიცვალა მსახიობობა როგორც ასეთი ასე შემდეგ ელია კაზანი ამავე დროს იყო ნაგავი ადამიანი რომელიც თანამშრომლობდა ანტიბჭყალებში კომუნისტურ კომისიასთან რომელიც მაშინ ჰოლივუდში რო დაერივნენ და რა ქვია ყუდიანებზე ნადირობა ჰქონდათ და რამდენიც ჩამშვები იყო ანუ რაღაც ჰქონდა დაწერილი სხვის წინააღმდეგ და ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოყვებოდა ეს თვირთად მიუხედავად იმისა რომ უდიდესი რეჟისორი ასე შემდეგ და რაზე მახსოვს რომ რომელიღაცა ოსკარები იყო შეიძლება 15 წლის წინ ეგრე სადაც ელია კაზანის უნდა გადაეცათ ჯილდო lifetime achievement ცხოვრებისეული იმისთვის და გადასცეს ამ სცენაზე იყვნენ დენირო და ალპაჩინო არა დენირო და სკორსეზე ან დენირო და ალპაჩინო ეგენი იყვნენ რომელიც კითხულობდი რომ იმიტომ აირჩიეს რომ არ დაუსტვინონ ანუ ამათ მაინც არ დაუსტვინონ ყველაზე უფრო წონიანი ტიპები ვინც ყავდათ გამოიყვანეს ნახევარმა მაინც დაუსტვინა იმიტომ რომ
ანუ ეხა იყო ის იმდროინდელ ამბავზე იყო, მაგრამ ის ტკივილი რომ არავის არ უნდა შენი კარგი რეჟისორობა და არაფერი არავის არ უნდა თუ ცოტა ის ადამიანობა არ აქვს. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ გამოვიდეს ვინმე აქციას შეუერთდეს, თუნდაც შეიძლება გულით მოწონს რაც ხდება და გაუმარჯოს ყველას თავის რაც გულით მოწონს იმაში, მაგრამ ხო იცი რომ არ არის ეგრე. აი კი. მე აი ჩვენ აქტივიზმს ვერავის ვერ მოთხოვ, მაგრამ ამავე დროს ცოტა მოთხოვ, რომ ცოტა ისქენდი რა. აი ისიც ხო არის, შეიძლება კაი რეჟისორი იყო, როგორც რეჟისორი, მაგრამ ადამიანი ნაგავი იყო და რა ვიცი, ხა ადამიანი როცა ნაგავია და კაი ფილმი აქვს გადაღებული, აღარ ნახავ მაგის ფილმს. რამდენი ხანი მიყვება რამე. ანუ იმ ფილმს ძველს ნახავ, მაგრამ რამდენი ხანი გადაიღე. მუსიკოსის სიმღერა, მაგრამ ერთი პერიოდი იყო, რომ ჯექსონზე რო გავრცელდა და ეგრო პედოფილია და მე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, აღარ უსმენენ ჯექსონს, როგორ არ უსმენენ. ჩვენ ანუ მუსიკოსი როგორც მუსიკოსი შეიძლება მაგარი არის, მაგრამ რაღაცა ეგ არის კარგი ის არის თემა წამოჭერი. მგონია რომ აი არა სწორი ის არის მიფიქრია მეც მაგაზე და დღეს რო ბანაობდი როდის განასხვავებ ხელოვანს თავისი ხელოვნებისგან და რაღაცა არის რაღაცეები რასაც ჩათვლი რომ თქვა ადამიანური ნაკლები პირადი რომ ვიღაცაზე იძალა და კაცი მოკლა რაღაცა რომ მაგასაც თავის გრადაციები აქვს ხო რომ ან შემოაკვდა ან განგსტერი იყო და ან რავი მე ძოლი მოკლა იმიტომ რომ მოკლედ აქვს ან ვიღაცა შეავიწროვა, ან ვიღაცა გაუპატიურა, ასე შემდეგ, მაგრამ ამის იქით აი კიდე არის, აი ეს რომ ცუდი ადამიანი კი არ არის, ანუ არაფერი არ ჩაუდენია საცი ხო. ვერ იტყვი რომ ან კაცი მოკლა, ან ვიღაცა შეავიწროვა, ან რაღაც აქნა, მაგრამ უფრო მორავის ეთიკის ამბავშია ისა ხო, ჩაჭრილი ასე ვთქვათ. ან საკამათო თემა, რამე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს, უბრალოდ უფრო რთულიც არის ახლა აი კნუტ ჰამსუნი, რომელიც ხო, ნუ ის ფაშისტების, ნაცისტების მხარდაჭერი იყო, მაგრამ იყო გადასარევი წერალი და ერზრა პაუნდი და ასე შემდეგ. აქეთ რომ მოუბრუნდეთ ახლა საბჭოთა დროს ნახევარი ჩვენი სასიქადულო მეცნიერები ვინც იყვნენ და მწერლები ვინც იყვნენ, ზოგს ერთმანეთი ყავს შაშვებული, ზოგს არ ყავს შაშვებული, ზოგს აბრალებენ რომ ვიღაცაზე დაწერაო, ზოგს არ აბრალებენ და მართლა აქ დაწერილი და ეხლა ისე ისტორიის ამბავში ძალიან საინტერესოა მტყუიან მართლის გარჩევა და ვიღაცები არიან, ვინც იციან, მაგრამ დანარჩენი აქეთ მოგდის აი ვიღაცამ რომ იქ თქვა რომ ის იცი როგორი იყო და მე აი თვითონ ატმოსფეროს ცვლილებაზე რომ ახლა ეს ჩანდა იცი ეს ახლა ეს ამ დინარაძის ამ ინიციატივაში ჩანდა უბრალოდ ის კი არა რომ აი რაღაც იმსჯელეს და ეს პრობლემა აქტუალურია და აი რაღაცნაირად ამ პრობლემა აი იმას ნარკოტიკების ისა ხო უფრო გამკაცრება ხო ზოგადად ესე იგი ყველაფერს ამკაცრებენ აი რაც თუ კი რამე დანაშაულია ჯარიმა თუ კი დანაშაული არის უფრო მკაცრად იჯდება თუ კი ჯარიმა არის უფრო დიდი თანხა იქნება და ზოგადად ესე კონსერვატული მიდგომას იმაშვებიან მოკლედ აი ახალი სიო უბერავს და მე რისი თქმა მინდა იცი აი ზოგადად ეს მოჭერები ნაკლები თავისუფლება და რაღაცა აი ვიღაც ვის ამას უჭერს მხარს რომ აი სახელმწიფო და კი თუ საჭიროა ეს ეკნას შემოქმედებითი თვალსაზრისით თუ თვითონ ან ხელოვანია ან რეჟისორია ამ წერალია ამ ხატვარია რაღაცა ვერაფერს ვერ შექმნის დამიჯე აი იქნები კონუნქტურში კი იქნები რაღაც აი ჩაესრო პოლიტიკა უნდა გავამართლო და ამას ესე ჭირდება და ეს იქნები ხო წაიღებს ყველაფერს თუ რაღაც პატარა ნიჭები გაქვს ხო ყველაფერს შეგიჭამს ეს ის ტიპი ვისთვისაც ეს ტანჯვა არის და ეს სისტემა არის და ამას უნდა შეაწინააღმდეგოს ხო შემოქმედებითი თვალსაზრისით კიდე რაღაცას გამოადნობს ჯინაზე იმას რაღაც გაუწიოს წინააღმდეგობა мотивация კონდეს, მაგრამ თლიანობაში ატმოსფერო, რომ აი ქვეყანა, რომელიც მას წიხლიკრა თავისუფლებას, ლაღა ცხოვრებას და გადაწყვიტა რომ ყველაფერში იყოს სუპერ სერიოზული და იმაზე 15 წელი ამაზე სამუდამო პატიმრობა, ხო? ბოლოს მიიყვანს აი არ მინდა ცუდი შედარებები მოვიყვანო, იმიტომ რომ ცუდი ერები არ არსებობს, მაგრამ ცუდი სახელმწიფოები არსებობს, ხო? აი შავი ხვრელები ვით რო არის, რომ კარგი ამბავი რო არაფერი არ გამოდის. შორს არ წავალ, სამეზობლოში წყვავს ესეთი ამბები. ამას წინათ ერთ-ერთი რუსეთიდან წასული მეცნიერი ადარებდა იმას, როგორ იყო საბჭოთა პერიოდში და როგორ არის ახლა პუტინის რუსეთში. მაშინ ვინ წავიდა, ვინ დარჩა. ახლა ვინ წავიდა, ვინ დარჩა. გერმანიის დროსაც, გერმანიიდან ვინ წავიდა მეცნიერები, ხელოვანები და ასე შემდეგ და ვინ დარჩა, ხო? არის რაღაც ისა მომენტი, ხო, აი რაღაც კრიტიკულ ზღვარს იქით რო გადიხარ, რომ საერთოდ წარმოუდგენელია რომ რამე შექმნა. აი წარმოუდგენელი რაღაც იმას ნაცრისფერ მასას აგუნდავებ, რომელსაც ვერც ხელოვნებას დაარქმევ.
მივალთ იქამდე აი ამ შეზღუდვებით. რაც არის ცუდი. ბელარუსში როგორც ანუ ეგ არის რომ აი 10 წლის მერე 20 ეხა რაც ხდება და კიდევ ერთხელ მარტო საქართველოში არ ხდება. ეხა რო ტიპი ყავს 20 წლის რომელიც ანუ 17 წლის რომელიც შეიძლება კარგი მეცნიერი გამოსულიყო ან ხელოვანი გამოსულიყო და მე აღარ გამოვანო ეგ თელ თაობას ენძრევა მე როგორც იქ კი რასაკვირველია თორე ხო კი, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაზე მნიშვნელოვანი. ცალკეული ნივთიერებების გარდა ატმოსფეროა მნიშვნელოვანი. აი როგორ გიხარ, სიცოცხლე რო ჩაისახოს, ხო? მარტო ეს ერთი ინგრედიენტი, მეორე ინგრედიენტი 2% ეს, 5% ეს, 17% ის არ ყოფნის. ატმოსფერო უნდა იყოს. ატმოსფერო თუ იქნება მკვდარი, არაფერი არ და მოთხოვნა არის იქიდან, რომ აი იქ სადაც სადაც სახელმწიფოს ფული არის მნიშვნელოვანი, ზირთად კინო და თეატრი არის ეგა, იმიტომ რომ წიგნს დაწერე ბოლოს მარტო იქნები და ოდესმე ვიღაცა ნახავს თუ მოხვედი ხო სიმღერას ჩაწერდა. კინოს ვერ გადაიღებდა სპექტაკლს გაგიჭირდება დადგა თუ ის არ არის რაღაცა მაგაში ჩართული. და კაი ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ ქალბატონი თეას ministrობის დროს იყო იმაზე რომ აი რატო არ შეიძლება რომ პატრიოტული რაღაცა კაი ვაკეთოთ, ანუ რა საჭიროა ეს ისა ხო და იყო ლაპარაკი რომ დავით მეოთხე აღმაშენებელზე გადავიღოთ ფილმი და რას გადაიღებ? სად არის? გახსოვს რა ამხელა ამბები იყო, სცენარი და გამოცხადა და თავიდანვე არ თქვით ამაზე? ესე არ ხდება რა, რომ აი მუშტი დავარტყათ და ეს გჭირდება და გამოვიდეს კომპიუტერული თამაშები რა, დიდგორი კომპიუტერული თამაში რატო არ უნდა გქონდეს და ანუ იდეა არაფერი არ არის თუ განხორციელების ის არ აქვს, ფორმა თუ არ აქვს მოფიქრებული. მოდი პატრიოტული ფილმი. გახსოვს ადრე წლების წინ როცა მაშინ ეგ უფრო აქტუალური იყო ქართულ კინოსთან დაკავშირებით, შენც ლაპარაკობდი, უცნობთან კიდობანში იყო ირინე ჟორდანია, ქართველი რეჟისორი. ჩვენი მეგობარი, რომელიც უცნობი ეკითხებოდა რომ აი რა გინდა თუ ამ ფილმებსო რაღაცეებზე რომ რატო არ შეიძლება რომ დადებითი გააკეთო. პირველი მერცხალი თუ არ ვიცი რომელი მაგალითი მოიყვანა იმისი. და რაღაც მომენტში გამახსენდა ამას, რატო ფიქრობდი რომ შეკალი ადამიანო, შენ რას წერდი? უცნობს მიუმართავ ხა. ქვეყანაში აფერები მუქის რო წერდი, რატო არ შეგეძლო? გეთქვა რომ რა კარგები ვართ ქართველები. იმ ორ ხელისუფლებას ებრძოდა, ანუ ქვეყანაში აფერები მუქი არის შევარდნაძის დროინდელი. მერე ქონდა ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ სიმღერები და ეხაც აქ აღარ არის არაფერი, რასაც შეიძლება შეეწინააღმდეგო. ამოვწურეთ სულ ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის. იგივე პატრიოტული ლექსები რო უნდა, პატრიოტული ლექსები როცა იყო დაწერილი, ზოგი არის მე-19 საუკუნეში და ზოგი არის იმაში მე-20 საუკუნის შუაში. ეგენი იყო სუბვერსიული ლექსი, საქართველოზე რო წერ ლექს, ცოტა განაცხადი იყო, რომ საბჭოთა კავშირზე არ უწერ იმაზე არ არის, რომ რუსეთი რა კარგია, მაგას არ ვაკეთებ და ლენინსაც შეიძლება დაუწერო ლექსი, მაგრამ გვერდზე რაღაცა ისიც მქონდეს ჩემი. ასე რომ ეს პატრიოტული ლექსი, როცა თავრობის დაკვეთით წერო რა კარგები ვართ ქართველები, არის ცუდი და როცა თავრობის წინააღმდეგ წერო რა კარგები ვართ ქართველები, მე სხვანაირად რჩება. კი, კონjunქტურა ყრავს და ახლა აქსიომა არის რა, ოპტიმისტები ცუდი მწერლები და ცუდი შემოქმედები არიან. ეგრე არ არის, აი საამებლად რო რაღაცა გენიალური დაწერო, ხო ვიღაცის განსადიდებლად, ხო? აი გენიოსი იყო, გიორგი ლეონიძე იყო ძალიან მაგარი პოეტი. აი ეს სტალინზე პოემა რო აქვს ახლა ეს ხარმობა და ბავშვობა, ხო, რო კითხულობ, ხო, სტალინზე აქვს თელი პოემა. უზარმაზარი. ხო რო კითხო, ნუ შთამბეჭდავია, მაგრამ ახლა თუ დარწმუნებული ვარ თვითონ რომ შეეძლოს ვაქცინს გადადებდა და საერთოდ გააქროვდა. ხო, ეგეთი არის. ხო და ეს ის რა შეკვეთილი ოპტიმიზმი რომ ყველაფერი კარგად არის და პარტია სჭირდება. პარტიულობა, როდესაც შედის სამინისტროებში, პროფესიულ წრეებში, იკვდება ყველაფერი, განსაკუთრებით კულტურაში. ეს არის მეხუთე ბორბალივით, აი ყველაფერს უშლის ხელს. თავისუფლება, არაფერი არ უნდა შემოქმედს თავისუფლების გარდა. ნუ გასაგებია რომ ეს თავისუფლება მე უნდა ეს შემოქმედება უნდა ანაზღაურდებოდეს და იმით წყალზე და პურზე არავინ არის, მაგრამ აუცილებელი პირობა იმისთვის რომ რაღაც შემოქმედებითი პროცესი ცოცხლობდეს და ვითარდებოდეს არის თავისუფლება. დღეს თავისუფლება აქციის სალანძღავ სიტყვა. აბსურდია. ვისაც თავისუფლება არ ენანება და ვინც რაღაცა იცვლება და მე ის კი არ ვამბობ რომ თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. თავისუფლება შეიძლება დავთმო აი იმის ფრანგების არ იყოს ძმობისა და თანასწორობის სანაცვლოდ სიტყვაზე, ხო? ერთად იყოს, მაგრამ ან სხვარი და ოციანი სანაცვლოდ ხო. კი ბატონო. ის რომ ესე თავისუფლება სალანძღავად და ახლა განსაკუთრებით გლობალურად რო შეიცვალა და მორჩა უნდა დამალო მე ლიბერალების დედა. ვაუქები და დი აი მაგას მეცნიერება მაგის განსხვავებით
არის აი ესე გადაჯაჭვული. აქ რომ მეცნიერება გონიათ რაღაცა ეგ თუ არის იბეჭდები peer reviewed publication-ში. თუ აი სუ ჩართული არ აქვს და პულსზე არ გეტყვი, ერთი წელი გავადა ჩამორჩები ისე რომ აღარ იცი. ჩართული უნდა იყოს. მეცნიერება ამას გონიათ რომ ტაძარი სადაც შედიან, აუცილებლად ის უნდა იყოს თმა შევერცხლელი მოხუცი კაცი, ანუ ეს ქალი რაღაცა ეგენი ნაკლებად არიან ხოლმე, რამდენიმე ყოლია, მაგრამ ნუ და შედან და ძირითადად ისე გულში მჯიხის ცემაა, რომ ეხლა მოდი კიდე ერთხელ დავწეროთ რაღაცა რაც არავის არ აინტერესებს და ჩვენც მაინც არ გვაინტერესებს, უბრალოდ შევიკრებით ოთახში, ფოტოებს გადავიღებთ და მე დავიშლებით და მეცნიერება ვქენით თუ რაღაცა. ეგ არის პერფორმატიული რაღაცა, უბრალოდ ქურუმების შეკრებას გავს, რომელიც ერთ და იგივეს იმეორებენ სულ და იმას არ შვებიან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამერიკასაც აქვს ეს პრობლემა და ჩვენც აქვს, რომ რა მომენტში აი ეს ქსელი ტიპების, რომლებიც ერთმანეთთან მიდიან, ნეტვორკინგი არის ხოლმე მნიშვნელოვანი, რომ მე რომ ამ თემაში ვარ შარდული, განათლების თემაში. თუ უცხოელს არ შევხვდი, იმის ის წატი არ წავიკითხე, იქ არ გამოვაქვეყნე, ის აქ არ ჩამოვიდა, ვერ შვები უბრალოდ, იმიტომ რომ გავიდა 5 წელი და იქ ტიპებმა რაღაცა ისაქნეს, ისეთი რომ არ იცი. ისტორია ხო ვითომ არ იცვლება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად ცვალებადი სფერო ისტორიის არის პრეისტორიული ხალხის კვლევა, იმიტომ რომ დნმ-ის საშუალება გაქვს რო იკვლევო და აქამდე რომ რაღაც მე რასაც სკოლაში სწავლობდი, ეგ იყო აღარ არსებობს ეგა რომ თავის ქალის ფორმა თუ რაღაცა თავის ქალის ფორმა დნმ-ს ჩასვამ და უფრო ზუსტად გეუბნება რომ ის მარჩიელობა არ დაიწყო რომ ეს ცოტა წამოწეული აქვს თუ რაღაცა აქვს და როცა აი ეს მეცნიერებები, მათ შორის სოციალური მეცნიერებები, ისტორია, ეთნოგრაფია ასე შემდეგ რაღაცა იმას გიდებენ რომ აი ესე იყო რომ სინამდვილეში თქვათ ის არ იყო რომ კაცები მამონზე ნადირობდნენ და ქალები სახლში ისხდნენ. ალბათ ერთად ნადირობდნენ. მე რახეთ მოდიან და შენ ვოუქი ხარ და გინდა რომ ქალთა უფლებები თუ რა არა ვარ ვოუქი, შევისწავლე მე არა, მაგრამ ის ამბობს რა. კიდია, მაგრამ რა ვიცი, დიპლომი მაქვს დაცული. ნახე, ამდენი წიგნი წავიკითხე. ბიბლიოგრაფია გავაკეთე ხელით. და ერთ-ერთი თან რაც ავიწყდებათ, აი ამ ბრძოლა DI იცი რა არის? ბევრმა არ იცის, ახლა ამერიკაში ებრძვიან მაგას diversity, equity, inclusion. ინიციატივები იყო, რომლის მიხედვითაც დიდი ხნის წინ დაიწყო, ან კომპანიაში, ან რაც საჯარო დაწესებულებაში უნდა ყოფილიყო უფრო ინკლუზიურობას ვეძახით ხოლმე ჩვენთან, მაგრამ რომ მრავალფეროვნება იქნება უფრო სწორი, იმიტომ რომ ინკლუზიურობა ჩვენთან სხვა რაღაცასთან ასოცირდება, თუმცა ამ ტიპის ის წარმოდგენილი ყოფილიყვნენ. ხო, ეხლა ტრამპის ხელისუფლება რომ მოვიდა, იმათ თქვენს რომ კარგად იყავით, DI აღარ ასობს და ყველგან გააუქმეთ. ოღონდ ტრამპს ყველგან ხელი არ მიუწვდება, ნუ საჯარო სამსახურში გააუქმებს, მაგრამ თქვათ და ვიღაც დიდმა კომპანიებმა Walmart-ს ჰქონდა ინიციატივები გააუქმა. Apple-ში საბჭოში ვიღაცები ვინც იყვნენ ეს მემარჯვენე ხალხი გავაუქმოთო შემოვიდნენ და Apple-მა არ გააუქმა, გვაწყობს. ანუ დიდი ხანია გვაქვს და ჩვენთვის ის არის. Disney-ს მე მგონი არ გააუქმებია Costco-ს. მე იმათ კიდე ემუქრებიან რომ რატო არ აუქმებო და საქმე იმაშია რომ ეხა DI-ს უფრო შავკანიანის აღსანიშნავად ამბობენ ხოლმე ამერიკაში, რომ რასისტულად N სიტყვა არ თქვან. მაგალითად ახლა დღეს ვკითხულობდი, რომ Bill Burr არის ეგეთი კომიკოსი, რომელიც ვიღაცა ლანძღავდა Twitter-ზე, რომ ეგოდა მაგის DI wife-ო. ან ცოლი ყავს შავკანიანი. ხო გასაგებია, რომ სხვა სიტყვა უნდა ეთქვა და ეს არ იქნება, მაგრამ ეს ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება, გარდა იმისა, რომ სწორია. საბოლოო ჯამში როგორც წამიკითხავს მეცნიერულად არის მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის დასაწყისის მეცნიერული ნახტომის ერთ-ერთი დიდი და ბიზნესის დიდი წვლილი აქვს შეტანილი, იმიტომ რომ თუ აქამდე იყო რომ მარტო კაცები, მარტო შუახნის ეგენი არიან ყველაფერი. ეს გარეთ ტოვებს უამრავ სხვა ნიჭიერ ადამიანს, რომელიც ზოგი სამხრეთ აზიიდან, ზოგი ინდოელია, ზოგი ნიგერიიდან არის ჩასული, ზოგი ქალია, ზოგს შეიძლება ისა აქვს სიარული არ შეუძლია და ეტლით დადის და აქამდე ითვლებოდნენ რომ ცოტა რაღაც ნაკლები არის სხვაზე და ეხლა ცოტა რომ იმაშვები რომ მოდი ეს ხალხი ჩართოთ აღმოჩნდება რომ შეიძლება ზოგი უფრო მონდომებულია სხვაზე და ზოგი ნიჭიერია და ყველა შეუძლია რომ თავისი რაღაცა 2 ცენტი შეიტანოს ამის აყვავებაში. რაც ის არის ხა Apple-ის CEO გეი არის ღიად. Microsoft-ის CEO რომელიც თუ საყვარელი ბიზნესმენი შეიძლება რაღაცა ყავდეს ტექნოლოგია მიყვარს არ ვიცი, სამხრეთ აზიელი, ანუ არ ვიცი, ინდოელია თუ მანდ. ბევრი არიან, რომლებიც აკეთებენ საქმეს და იმას შვებიან. კი. ხან ვერ ვამთავრებ ხოლმე წინადადებას და ბოდიშს ვიხდი ამის გამო და მოკლედ DI-სთან ბრძოლა არის, რომ ვითომ ვოუქობასთან და ვითომ ზედმეტ ლიბერალობასთან ბრძოლა და სიმბოლოში ზედმეტ ლიბერალობასთან ბრძოლა კი არა. რასიზმი არის, მიზოგინია არის და იმის სურვილი რომ აღდგეს, რომ აი მარტო ისინი იყვნენ.
ხო, მე მაინც აი გულს მიკლავს ის ასეთი მიდგომა, რომ აი ეს ჩვენი მზიური საქართველო, რომელიც იყო, რავი, თავისუფლების კუნძულივით თან რეგიონში და რაღაც ყველანაირად უჭერს, რაც შეუძლია, რომ აი ესეთი ცხოვრება იყოს უფრო სასტიკი და კანონები იყოს მკაცრი და აი ეს ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეში გადასვლაზე ისეთი ჯარიმა დაკიწესო, რომ სახში ვეღარ მიხვიდე და ციხეში თუ მოხვდი იქიდან ვეღარ გამოხვიდე ვერასოდეს და რაღაც ეს და ამ დროს ხო თვითონ როდესაც რა ის პოლიტიკური ის წყობა იცვლებოდა, წყობა კი არა ერთ ხელისუფლება მეორეს ცვლიდა, ხო? მაშინ ესეთი ის იყო, რომ მეტი თავისუფლება გვინდოდა და აი ეს ახლა ქართველი კაცი შუქანიშანზე არ აჩერებს და ამ დონის თავისუფლება მოწონდათ და იგივე ხალხი ახლა ითხოვს ყველაფერი გამკაცრდეს, ყველაფერზე ის იყოს, უნიღბოდ კამერას რო შეხედავ 2000 ჯარიმა, ის რაღაც ტროტუარიდან ფეხი თუ ჩამოდგი 5000 ჯარიმა, ყოველდღე ჯარიმა, ის ჯარიმა, იქ ისა ერთი წელი არ კმარა, 3 წელი უნდა კონდეს, პირობითი არა ეგრევე ეს არის საშინელება. არც ჩვენს იმაში ჯდება, არც პოლიტიკურ ტრადიციებში და არც კულტურულში, ხო? მიხავით ლაღი თავისუფალი ესეთი მიდგომა კონდეს. ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ აი ჩაბეტონდეს, იყოს ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიები, ერთი და იგივე მმართველობა და აი ამაზე არის მორგებული და ამის გამო არის მთელი წვალება. თორე ავი გახსნილები რო ვიყავით და კარგი ხო ახლა სხვა ის უბერავს სიო გლობალურად და აი ეს ღია საზოგადოებას რო ვაწვებოდით და რაღაცა ვინ რა დაკარგა ხო აი სიტყვაზე მეცნიერებიც მიდიოდნენ არის საერთოდ ფუნდამენტური მეცნიერებები რომელსაც ჩვენი ტიპის ჩვენი მასშტაბის ჩვენი ეკონომიკის ქვეყნები საერთოდ ვერ დაძლევენ და ამ დროშიც არის ეს ფუნდამენტური მეცნიერებები და იძლევა ეს გახსნილობა მეტი სილაღე და ის რომ სხვა ფონდებში წავიდნენ იქიდან გრანტები მოიპოვონ მეცნიერები წავიდნენ იქიდან თანხები მოიზიდონ აღა ყველაფერი აგენტობასთან და იმასთან ასოცირდება ხო რა ვიცი ცერში თუ არ გაგიშვეს და რაღაცა პოზიტრონის აქსელერატორი არსებობს ეგეთი რაღაცა მე სამეცნიერო ფანტასტიკიდან ვიცი მაგრამ რაღაცა იმას ხელი თუ არ შეავლე რაც ძვირიჯდება როგორ შვებით თან მაგასთან ერთად სილაღესთან ერთად სუ დღემდე მგონია რომ ეგრე ვართ მაგრამ აი ეს ქართული ურთიერთობების, აი რუსეთში რო დაიწყო ომის წინააღმდეგ აქციები და ერთი ძალიან ისეთი მძიმე კადრი იყო, რომ ერთი პოლიციელი ხელჯოხით რომ მისდევს 10 კაცს და რომ მისდევენ და რომ ფიქრობ რა საქართველოში მაინც ეს არ მოხდება, იმიტომ რომ აქ ეხა მეზობელი, ხო არ გადაობ ნათესავი და აღმოჩნდა რომ ეგ სუტყუილია. მეზობელსაც კიდია, ნათესავსაც კიდია და თქვათ ერთი მიყვებოდა რომ აი სოფელშიო, ჩემთან რომ ჩემს ვეუბნებოდი რომ აი ბევრი ხალხიაო რა ქუჩაში გამოსულიო მაშინ დინარის ორივე მხარეს რომ ბევრი ხალხი იყო. აიო შეხედეო და იმან არა ეგ ის უფოზები და პიდარასტები არიან ესე თქვა რომელიც რომ შეხედავ ჯერ ერთი არ არიან ბევრი ხალხია. მეორე ეხა Come on, სოფელში ყველა ისა ყავს, ყველა კაც ქალი მოწონს და ყველა ქალი პატიოსანია, ოღონდ თავარია რომ ჩუმად იყოს და ესე იყოს. როდის აქეთ გახდა ერთმანეთის ისა რომ ისი გამოდის, აბარა ეგონა ენას რო აჭარტალებდა და მე მართლა იმის მეშინია რომ გავა ცოტა ხანი და 10 კაც გამოეკიდება ერთი პოლიციელი ხელჯოხით და კაცშვილი არ იქნება რომ ხელი შეაშველოს და მე ესე ვიქნებით ესე სამაგიეროთ ისინი მივჩექმეთ. ვინმე ამით უკაცრად იცხოვრებს? არავინ. არა, გეტყვი ვინ ცხოვრობს უკაცრად. ვისაც ფული ქონდა, ის უფრო ფულიანი იქნება, დანარჩენები იქნება, აი შუაში ხალხი ვინც არის, ვინ ჩამოთვალე რომ იქიდან გრანტი ქონდა, სადაც მიდიოდი, რაღაცას გააკეთებდი. Goodbye დასვიდანია. დაჯექიან ბუღალტერი იყავი და ან ბუღალტერი იყავი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროფესია არის, მაგრამ ხო ხტები რა სამ ან დაჯექი და შენ პროგრამისტი იყავი, კაი კოდი წერე, რაღაცა გააკეთე, და შენი საქმე არ არის, მაშინ ჩაერავი. ოღონდ სანაცვლოდ არაფერს არ მოგცემთ. სხვა ქვეყნებს აქვთ რომ ან გქონდათ რომ მე ავტორიტარი ლიდერი ვარ, სამაგიეროდ ეხა რავი, ეკონომიკური წინსვლა გვექნება, ეხა ამ ტერიტორიას დავაბრუნებ, ეხა რაღაცას ვიზამ, აი იქნება რომ არავინ უკეთესად არ იქნება, მარტო ჩვენ ვიქნებით უკეთესად, თქვენ ჩაგიდებთ იმას, არ ვიცი რას უდებენ ხოლმე, ალფა პვპ-ს რაღაცა ნარკოტიკს, ჩაჯდები მე 12 წელი და ჩვენის გვექნება სახლი ესეთ ცემენტის კუბოები, შიგნით ვისხდებით და წინდები არ გვეცმევა და ლოუფერებით თუ რაღაცებით ვივლით აქეთ-იქით და კალაძეს მივბაძავთ, როცა რაღაცას ჩაიცმევს. კამერებს უყურებთ. ეგ შემდეგზე ვილაპარაკო, თუ გინებთ რომ გავედით ბოლოში ძალიან. ხო, აი ეგ არის რომ უყურე და ძალიან მძიმე იყო. კამერების იმას უყურე. კამერებს. ჟურნალისტურ გამოძიებას კონცენტრების.
არა არ მიყურები ისა მე მგონი ის ჩატში ჩავიგდე საყურებლად და ჩამოხედოთ კომენტარებს რომ წავიკითხოთ. ხო სანამ შენ მაგას ეძებ იმას ვიტყვი ხო რომ აქ ჩვენ რომ ამ დამოუკიდებლობის ამდენი წლის განმავლობაში ხო 30 წლის განმავლობაში რომ მოგვეხერხებინა ჩვენ საზოგადოებას მოეხერხებინა რომ ეს ძალაუფლების ცვლილების მექანიზმი, რბილი მექანიზმი შეემუშავებინა, ტკივნეული არ ყოფილიყო არჩევნების ჩატარება და პარტიების გამოცვლა, არაფერი დღეს ეს არ დაგჭირდებოდა, არც იმ პოლიტიკის გამკაცრება, არც ის ჯარიმები, ქუჩის გადაკეტვა და არაფერი. ყველაფერი არის მაგის ბრალი, ვერ გავაკეთეთ, საზოგადოებამ ვერ ვივარგეთ, ვერ შევქმნით მართლმსაჯულება გამართული დამოუკიდებელი ეს მანტიამოსხმული ტიპები იყვნენ მართლა დამოუკიდებლები და ეს ვერ გავაკეთეთ ეს მექანიზმი, რომ არჩევნებით მარტივად იცვლებოდეს საქმე. ეს არის მთელი პრობლემა. თორე ძალიან ძვირფასი არის ჩვენი კლიმატიც, ჩვენი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი და ახლა ვიღაც ტიპები რომ იგონებენ გუშინ წირო ამბობდნენ და ამაყობდნენ იმით რომ აი მე იმ კუთხიდან ვარ რომელსაც ბატონი არაყოლია და აქ კიდე თავისი უშუალო უფროსის რომელიც სიტყვაზე 200 ლარით მეტ ხელფას იღებს და იმის მონა არის და რასაც დაავალებს ყველაფერს უსულებს რანაირად ჯდება ეგა ხო ანუ გლობალურად ამაყობ რომ თავისუფლება ვერ დაგვიპყრო ვერავინ და ვერ და აქ კიდე უცბად ყველაფერზე ისახარ მზად ახარ ურმოჭრილი ხარ ყველაფერში ხო და ძალიან სიმპტომატური არის რომ სულ გვახსენდება ეპოქები გვახსენდება ამ იმითი მოძალადე პოლიციელებით აცხონოს ღმერთო თემურ ღებრიშვილი გარდაიცვალა და ჩვენ თაობაში ყველას ახსოვს დღეს რასაც ეს ხარება ის არის მიტინგებს რო შლის ის იყო თავის დროზე ზიადისტების რისხვა იყო ხო ახლა ეს არის ხო და ესე შეგვიძლია ესე ხო ბევრნაირად შეიძლება ისტორიის დაწერა და აი ამ ბიოგრაფიებითაც შეიძლება აღწერა ამ პოლიტიკური ეპოქების ხო ვინ იყო მთავარი ისა მომიტინგეების მთავარი მტერი რომელ ეპოქაში და ესა და ეს იქნება ჩვენი ისტორია ბოლოს ძალიან ცუდი კი თავისუფლებას გაუმარჯოს რადიოსაც და ზოგადადაც რა გისხია აბა რა ეს პიანი ბაზარი შეუშვა არა ისე თავ გაუმარჯოსო რო თქვი მე როცა დაგელია სოფი მჭედლიძე წერს რომ მე ღვეძზე და რაღაცაზე ვლაპარაკობდი წინაზე რომ ბავშვები დამყავს სამგზავრო სავარძლითო ბავშვის კამითო და ბევრმა ნაცნობამ მითხრა აღშფოთებულმაო რომ სოფო შენ ბავშვებს მასე ატარებო მე კაი მძღოლი მეგონეო ანეკდოტიც ხო იყო და მარშრუტკის ძღომა ღვედი არ გინდა დღეს რო ამარტია ესე მითხრა დღეში ანეკდოტიც ხო იყო კაცო ეს პირდაპირ ინსპექტორი გაიშნიკი პატრულამდელი ის არის რომ პირდაპირ ფულს თხოვს და არა, კაცო, იმასო, აგერო უკეთიაო ცოლსო. და ბავშვებს ხო არ უკეთია თუ, არც უყურებსო და ბავშვებსაც უკეთია თუ და შეხედავ. ბიჭო 5 ლარის გულით რა, დაგიბია ორებივით ცოლშვილიო. აღშფოთდა. ტედლასო ვახსენეთ წინაზე სერიალი და რამდენიმე ადამიანი გამოგვეხმაურა. ნინო სამხარაძე წერს რომ გამეხარდა მის ხსენებაო საუკეთესო რამეაო მორალთან დაკავშირებით ბევრი გაკვეთილი შეიძლებაო აქედანო და ვიცაი რომ უყურე ქრისტიანული სერიალი ამ სტრის იმაზე. ყოველ ჯერზე მაგას ამბობ. ტიპმა Pulp Fiction არ მაქვს ნანახი, ახლა წავიკითხე. გააგდეთ სამსახურიდან. და ერთი ლაიქი აქვს ზევიდან, რომ იცოდი, ანუ ვიღაც ანუ მარტო არ არის. კორიძე უკვე ორი შეთქმულებაა ორი კაცი. მეტი წერია უბრალოდ. ხარ ვაპირებდი წაკითხოს, მაგრამ ისე ამომიხტა რომ მეთქი კორი რატოა კორი და რატოა მაგარი იცი? აი შეუძლია ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცები არ კონდეს თავს მიცეს უფლება და მაინც მაგარი იყოს. კაი კაცია კორიძე ნუაბრაზობთო შოთარურუა წერს რაც. ლევანმა მოგწერა რომ წინაზე წაიკითხოს ჩემი კომენტარი პასუხი ვერ მივიღეო რომ დათბებაო დიდი აივანი მაქვს და სიამოვნებით დაგითმობ თუ 10-15 კაციც მოთავსდება მაყურებლათო. მადლობა ლევან. პატარა ღია პოდკასტი გავაკეთო. არ მინდა ღია პოდკასტი ეს სამზარეულოში ვარ ჩვენ და გამოვიხუთოთ. მადლობა შემოთავაზებისთვის. რაღაც დროს ალბათ თუ ყველაფერი სწორად წარიმართება. სადმე მართლა ღია იმაში დავსხდებით და დაუძახებ ხალხს რომ მოდით ვისაც გინდათ და ივენთივით გავაკეთოთ და რაღაცა შენ გოჭი იკისრე და მე იმას მოვიტან მინერალურ წყალს, იმიტომ რომ უფრო იაფია. გიორგი მალანიაკ წერს, რომ ცოლკარ კაი გვაქვს ბაღდათში. ხო, მაგას ვამბობ.
იმ დღეს გამიგზავნა ბიძაჩემმა და მე აღმოსავლეთ ჩვენი ეზოსი იყო საერთოდ და რა დავლია მეთქი თუ სწავლია ამასობაში. ანუ კაი იყო რა. ესე ამბობ, სიყვარული. გიორგი მალანეკვს 100,000-ზე რო ახვედით, რატო არ აღნიშნეთო? აღნიშნეთ. ხო? 100,000 გამომწევ. აღნიშნეთ როგორ? რადიო თავისუფლება ალბათ. ხო, თუ ჩვენ გვაქვს იქნება 100,000 ნიკოლი. ჩვენ გვაქვს 100,000 იგი. კეთი ტომარაძე წერს რომ სორი ზოგადად ნიკო ცოტა ხო არ წაუქოცებსო სხვა ეპიზოდებში დამრჩა შტაბეჭდილებაო. ვერაფერს გამოაპარებ. ვერაფერს გამოაპარებ კეთი ეგრევე დაასკვნა. ნიკო ვერსისი არ დაბრუნდება გვენატრებაო გიგი წერს და არ ამგონია იმიტომ რომ ვის უნდა ახლა რასე ვილაპარაკო. მეორე არა. ანუ რაღაც დროს არ ვაპირებდით რომ შეგვეჩერებინა ამასობაში ეს რაღაც დაგვეცა თავში ჯერ ერთი რაღაცა, მე მეორე რაღაცა და რაღაც დროს რამე ფორმით შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ეხლა ამწუთას ნული ხალისი მაქვს მეც და ვისაც ხალხის უმეტესობასაც რომ ვისაც დაველაპარაკებოდი რომ ეხლა you know სულ ბენდენზე ველაპარაკობდი. ჩემ ბიძაშვილს მანქანაში კონდიციონერი ჰქონდა გაფუჭებული და მაგდა ჰქონდა სადაც ონკანს ნახავდა ხელახლა დაასვერებდა ხოლმეო ბენდენას ერთხელ შემდგომ სახში დარჩა და ზუსტად იმ დღეებში გავცივდი და ვეხუმრებოდი ბოლომდე ჩართული კონდიციონერი დატოვა და ხალხი გააციაო. კარგი ამბავი იყო. ესე იგი ნიკო რატო არ კითხულობ ჩემს კომენტარებს კითხო წაიკითხე წინა ვიდეოებზე წერს half-prep-ს რომელიც არ დამეზარა წავედი და წინა კომენტარი იყო რატო არ კითხულობ ჩემ კომენტარებს იმის წინა კომენტარი იყო რატო არ კითხულობ და იმის წინ იყო რაღაც ნორმალური მაგრამ ეხლა წინა იმას თან კომენტარებს როგორ კითხულობ იცი პირველ სტერეოზე ხატია სიჩინავს გადაცემა ლეპტოპიდან კითხულობ და პროსტა ხო იმიტომ გახდა ის ვინც გახდა ცუდად კითხულობდა იცი ვინ არის მე მგონი იცი ხო ჩვენც გვეკითხა თავის დროზე გორი ალბერტ მერაბიშვილი ნიკო ესეთ რაღაცებს ამბობს მე მგონი პოზიტივში გადასვლას ჩალიჩობსო ანუ ნიკო დიდო სტატია არის საერთოდ 2 სკამზე ჯდომის და ასევე იკითხეს რომ გოგის სტატიები სად ნახოთ და პარასკევებით აქ ხოლმე ჩვენ საიტზე კინოებზე გვერდჩევს ხოლმე და ჯენ მარიელო წერს რომ გოგის არ მოეწონა ანუ რაო რანაირად კითხულობ სტატიებსო და სტატუსებსო და აბსოლუტურად მართალია იმიტომ რომ წინაზე შევწენე გოგის რომ არ მოეწონა თქო და არასწორად წავიკითხე, ანუ რა სტატუსებიდან დამრჩა ეგეთი შტაბეჭდილება, მე წავედი და სტატია ვნახე და საერთოდ არ იყო, ეგრე მოეწონა და ტყუილა და სამ გიორგი კალანდაძეზე იტყვი რომ ჯიმის გვერდი ნახევარს არ კითხულობს წესიერად და მე რაღაცებს ეუბნება, ჯერ შენ წაიკითხე გოგის სტატუსი. ანურაშის ადგილობრივი ამ რუსი ოლიგარქის ის ბაძელნიკები. თანამძრახველები. იქ ამერიკაში. სომხები. ოკეი. ძალიან მაგარი ტიპები არიან. მე მომეწონა მაგათი თამაში. ერთი კომიკოსი არის, მეორე საერთოდ არა, ის უფროსი. რომ BBC-ს ჰქონდა მე მაგ ტიპთან ინტერვიუ, არის გადასარევი ტიპი, ძალიან მნიშვნელოვანი, ამ რეჟისორის მეგობარი, წლების განმავლობაში სცენარის თანაავტორი და ერთად აკეთებენ მოკლედ. ძალიან გადასარევი და ის მეორე სტენდაპ კომიკოსი არის, რომელიც ასევე იქ არის ამერიკაში ჩასული და ამერიკებში თქვი ხო? ხო, ამერიკაში ჩასული ხო. კაი, ხო. ხო და ისა, მოკლედ აი ეს კომპონენტი სომხური. მე ახლა ფილმით არ გავგიჟდი, ხო გეუნები, არ არის რაღაც აი ესეთი ხო რაღაც აი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი აი რა ის მასშტაბის წარმატებაც ჰქონდა, ხო? ნუ ცოტა შეუსაბამო არის. აი საერთოდ რო ამოაგდო ამ იმიდან კულტურა დიდს არაფერს დაკარგავს ამის თქმამდე. რაღაც უნიკალური და ესეთი პროდუქტი არ არის, მაგრამ კარგი ფილმი იყო, არა უშავდა და ამათი თამაში მომეწონა ძალიან. ხო, სასაცილო იყო რაღაცა, კაი ფილმი იყო. ჩვენთვის ეგეთი ფილმები რაღაც მომენტში რო უყურებდი, თითქოს მაგ რა ნახე, სადღაც ეგეთი ამბავი ისტორია მაუსგებელი და არაფერი ახალი და განსაკუთრებული და ალბათ იქ დასავლეთში ამერიკაში იქაური მაყურებელი ამერიკელისთვის შეიძლება რაღაცა ეგზოტიკურიც იყო რაღაცა ამაში რა. ეხლა ბევრი ლაპარაკობს, ახლა კინოზე ვართ ისე რომ ერთ-ერთი პრობლემა მეც დეიმონი ამბობდა, მაგრამ სხვაებიც რომ mid-budget ფილმების პრობლემა გვაქვს, ანუ ან არის ძალიან დაბალბიუჯეტიანი ფილმები, ან არის ძალიან ძვირიანები და მაგათთვის mid-budget-ი არის 15-20 მილიონი თქვა თან რაღაცა ეგეთი, რომ ბევრი ფულია, მაგრამ 100 და 200 არ არის. აი რაღაცა ერინ ბროკოვიჩები და რაღაცა ფილმი რომ შეიძლება ის არ იყოს, რომ შეცვალოს
სამყარო, მაგრამ შეხედავ კინო არის, ფული არის დახარჯული და არც ვიღაც სუპერგმირი არ დარბის იქა, იმიტომ რომ ამოვიდა ყველში სუპერგმირები, მარტო მე კი არა, სულ ყველას ამოვიდა. ხო და ანორას როცა უყურებდი, ნიკოლ კიდმანის ბოლო ფილმი ნახეთ, Baby Girl. კი, მე ვნახე. ხო და რა, მე მაგას ველოდებოდი, რომ საერთოდ ნიკოლ კიდმანი წარადგენდნენ ოსკარზე ან რაღაც, მაგრამ საერთოდ ვერ მოხდა და მაგაზე გული დამწყდა, მოკლედ. და ქალის როლიც ხო. ამ ანურას პერსონაჟმა აიღო, ხო? ხო, კი. ნუ Baby Girl გვიან გამოვიდა არა, იმიტომ რომ კანზე იყო ნაჩვენები. ოკეი. ანორასთან ერთად ეგეც. და გოგი წერდა მაგას რომ ნიკოლ კიდმანმა ან კანზე იყო ან ვენეციაზე აღარ მახსოვს რა. ნუ მანამდე იყო უკვე ფესტივალზე ნაჩვენები და გოგიც მაგას ამბობდა რომ საოცრად თამაშობსო. და მართლა ეგრე იყო რა, ერთად საუკეთესო როლი აქვს რა. თუნ კორტული როლია. აი. თქვენი აზრით, ხა მაყურებელს მიმართავ, დავიწყე წინასწარ და მეგონა რომ შუაში აზრი მოვიწოდა რომ რაღაცა რა უნდა მეთქვა რომ ბოლოში გააკეთონ, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ჩემ თავზე ვიღებ ამას. ქორიძემ თქვა რომ მე გავაკეთებო და მას მე არ უქნია ეგა. და არც შენ არც გამოგიჩენია ინიციატივა რა მოუწოდო. დაწერეთ ხდება შემდეგ კვირაში აი მოლოდე არც მახსენდება რომ ეგ ვთქვა ხოლმე რომ აი როგორ ფიქრობთ რა მოხდება და კომენტარებში და არა, ჩავწერთ და შეიძლება საღამოს რომ მივიღოთ საერთოდ რაღაცა იყოს. 3 მანქანა გადავარდეს მტკვარში ან არ ვიცი მე კანონი მიიღონ რომ მელოტები არ შეიძლება რომ ვიყოთ არ ვიცი. ანუ ეგ არის საცმელი რა მოხდება. ჯერსაც არ ვიცოდი და ეხლა საერთოდ. კაი. აბა კარგად იყავით. ნახავთ დაგვიწერეთ კომენტარები და ხან წავიკითხავთ ხან არა და ხო, როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი ამ турბულენტურ დროში? არ მინდა ეგ რომ ვინმე დაწეროს, იმიტომ რომ სისულელები უნდა დაწერონ, რანაირად უნდა შეინარჩუნო ოპტიმიზმი. იცი რაღაცები წამიკითხავს Reddit-ზე იყო გაზიარებული რომ ეს ასე გახსოვდეს ვიღაც ეწერა გახსოვდეს რომ შენი ჰეითერები სინამდვილეში შენი ფანები არიან თუ რაღაცა და მეთქი კომენტარებში ფანები როგორ არიან? მეთქი არ ვიცი არ ამყავს მეთქი ბევრი ჰეითერი მაგრამ ვინც არის ალბათ ჩემი ფანი არ არის მეთქი ერთი და მეორე ჰეითერების გამო არა ვართ ესე გლობალური კატაკლიზმები ლოკალური მასშტაბის კატაკლიზმები და ძაღლაკლიზმები და ყველანაირი კლიზმები რატო? სადმე? კარგი ბატონო. ამერიკაში მოგცეს მაინც ისა ვიზა ყველას აძლევენ. აი რაღაც კარგიც ხო ხდება რა. იცი რა არის? იქნება ვიღაცა ამერიკაში გვიყურებს. რა ქალაქში ხარ? გამოფენა ხო გაქვს? გერმანიაში ჩახვედი და არ ამბობდი რა იყო და მოდერატორები ვიქნებით რა. ჩიკაგოში. გამოფენა გექნება, ჩიკაგოში ვარ ნამყოფი სხვა შეიძლება. ჩიკაგოში არა. ნიუ-იორკში ვარ ნამყოფი, ვაშინგტონში ვარ ნამყოფი. ჩიკაგო მიადევნეთ ყველაფერ. თუ ჩიკაგოში ხართ, იქნება რა დასერჩეთ დათო ქორიძე ჩიკაგო თავის ცოცხალი თავით არ ამბობს. სუდად ის დანაცემს ლაპარაკობს, რომ ესეთი მაგარი ვარ და როცა უშუალოდ ის მასე დგება. მაგარია ალბათ ნიკო, აბა რას დაატარებენ? ხო, კარგი. ნახავთ.